აჭარაში მცხოვრები მუსლიმები ხელისუფლებას პეტიციით მიმართავენ. ისინი ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფას ითხოვენ. პეტიციის ხელმომწერთა თქმით, მოქმედი მეჩეთი ხალხს ვერ იტევს და ლოცვა მორწმუნეებს ქუჩაში უწევთ. ამ მოთხოვნას 12,000 ხელმოწერა ახლავს. პეტიციის ხელმომწერები უკმაყოფილებას არც მუფთის ბეგლარ ქამაშიძის მისამართით მალავენ. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან გამართული აქციისა და მუსლიმი მრევლის მოთხოვნის შესახებ ჩვენი რეპორტაჟიდან შევიტყობთ. მუსლიმები ბათუმში მიწის ფართობს და ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ამისთვის 12,000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. მიმართვის ადრესატები არიან როგორც ხელისუფლება, ისე საქართველოს მუფთი. ამ ხელმოწერების საფუძველზე კიდევ ერთხელ უნდა მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან მოიხსნას და ერთხელ და სამუდამოდ აშენდეს და ქართველ მუსლიმებს მოგვეცეს საშუალება, რომ ვილოცოთ ნორმალურ პირობებში. Quale paraskeviya da uხედავთ რომ ქუჩა არის თოვლიანი. ანუ ამ მუსლიმ რეულს უწევს მაგ თოვლის ზემოდან ლოცვა. ეს იმას ნიშნავს რომ მეჩეთი საჭიროებს ქალაქში. პრეტენზიები საქართველოს მუფთის მიმართაც არსებობს. მრევლის ნაწილი მასთან უთანხმოებასაც არ უარყოფს. კითხვები აქვთ ბეგლარ ქამაშიძის მუფთად არჩევასთან დაკავშირებითაც. ბათუმში ცენტრალურ მეჩეთთან შეკრებილები ამბობენ, რომ მუფთს მათ პეტიციაზე ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ ხელი არ მოუწერია. Rais muftia, tu is ჩვენთან არა ხელს რომ არ აწეს თავისუფლად და პირისპირებული ვარ, ხაბარ არის. ჩვენი მუფტი ახლა ეშინე და ხელს ვერ აწევს. ის ჩვენი მუფტია. საქართველოს მუფტი კი უნდა ხელი მოაწვევ, რატო ვერ აწევს ხა თქვენ განსაზღვრეთ. ჩვენ ნავირჩვოთ მუფტი რომ ჩვენ ნაბიჯს ეჯარო. მილიონი თანხა ეყოფოდა ჯამის მშენებლობას. მილიონი თანხა. იქ სამუფთოს დაждდებოდა, განიტვირთებოდა. მრევლთან დაპირისპირებას გამორიცხავს და ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მუფთი. ბეგლარ ქამაშიძე ამბობს, რომ ამ თემაზე კონსულტაციებს აპირებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მას დღეს არ დაუკონკრეტებია, მოაწერს თუ არა ხელს საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებას. მუფთს და მრევლს არასდროს დაპირისპირება არ აქვს. ჩვენ ხელისუფლებასთან კიდევ ერთხელ დავწყდებით, ვისაუბრებთ და ღმერთით გადაწყდება ისე, როგორც ჭირდება ჩვენს მუსლიმ მრევლს. მრევლის მოთხოვნას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც გამოეხმაურა. ზაზა ბაშაყმაძე ამბობს, რომ მუსლიმურმა თემმა მათ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს 6-პუნქტიანი გეგმით მიმართა, რომლის ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი სრულდება. მათ შორის მოთხოვნა არსებული მეჩეთის რეკონსტრუქციის შესახებ. სახელმწიფო მიფიქრა ამ საკითხზე იმჟელად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისევ მათივე თხოვნით, რომ ისინი თხოვდნენ მომხდარიყო რეკონსტრუქცია და რესტავრაცია, გაფართოება ბათუმის არსებული მეჩეთის და აქედან გამომდინარე სახელმწიფო დაიწყო ამაზე ზრუნვა. ისინი თხოვენ ახალ მიწის ნაკვეთს ახალი მეჩეთისთვის. ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის. აშენდება თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში უცნობია. მუსლიმთა საინიციატივო ჯგუფის წევრები გეგმავენ, რომ ყველა სამართლებრივ გზას მიმართონ.